წარმოიდგინეთ რა მძიმე საშინელ უსაშინლეს ქვეყანაში ცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ქვეყანაში, აი შექმნილ ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით ამ საშინელების ავტორი და მფუძნებელი მამა სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილია. ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველა დეტალზე, ყველა ერთ ამბავზე, ყველა კონკრეტულ ამბავზე. მაგრამ მე თქვენი ნებართვით გავაბახვილებ ყურადღებას უდოს კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიკრიბა ეს კომისია და მზია ამაღლობელს უარი უთხრა განთავისუფლებაზე, ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე, იმიტომ რომ მზია თურმე არ ნანობს ჩადენილ ბჭყალებში დანაშაულს. მზიამ არ მოინანია, მზიამ ბოდიში არ მოიხადა და ეს ტიპები, აი ამ უდოს კომისიის წევრები ღმერთმა უწყის ვინ? არა, გვარები ცნობილია. უბრალოდ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვინ არიან ისინი? აი ეს ტიპები შეიკრიბნენ და აღასრულეს ბიძინა ივანიშვილის წველი ხურუში, მოთხოვნაც არა, ხურუშიანობა სახნენ და რადგან მზიამ არ მოინანია, ბოდიში მოიხადე, პატიება ითხოვე, ბიძინა ივანიშვილს დაუჩოქე, რადგან ეს არ გააკეთა მზიამ, აქედან გამომდინარე, მიიღეს ეს მათთვისვე საზიანო გადაწყვეტილება, თორემ მზიას არაფერი აკლდება, სადაც ამდენი ხანია ზის საპატიმროში, კიდევ გაატარებს, კიდევ დახობს, კიდევ ცოტა ხანი საპატიმროში და კიდევ უფრო თავაწეული გამოვა. რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ეს ბოდიში, ეს მონანიება, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ აჩვენოს საკუთარი უპირატესობა, აჩვენოს რომ აი მის წინაშე ვინმემ და თვით მზია ამაღლობელმა თავი დახარა, აი ეს ის მზია ამაღლობელია, რომელსაც ეთაყვანებოდით, რომელიც მოგწონდათ და ისიც გავტეხე. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ზოგადად ან ივანიშვილების ზოგადად ოჯახს გულისხმობ და ამ კონკრეტული კომისიის გზავნილი ჩვენთვის. მზია ამაღლობელს გაუმარჯოს.